გამარჯობა ყველას. ესე იგი დღეს ვილაპარაკებთ განათლების რეფორმაზე და ან რეფორმაზე ბჭყალებში. ანუ იმაზე, რაც ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა, როგორც განათლების სისტემის გარდაქმნის ერთგვარი ხედვა თუ მოდელი, რომლის დანერგვასაც აპირებს და სტუმრად ჩვენ პოდკასტში არის გიორგი ანდრონიკაშვილი, რომელსაც ვთხოვ პირველ რიგში, რომ თავისთავად წარადგინოს, რას აკეთებ გიორგი? მოგესალმებით. შენი საქმიანობა. მადლობა მოწვევისთვის. განათლების კუთხით რო თქვა, მე არაფორმალური განათლების სხვა პროექტებში ვარ ძალიან ბევრი წელი ჩართული, ერთი 15 წლიდან შემიძლია თქვა, რომ აქტიურად მონაწილეობდი სხვა პროექტებში და მგონია, რომ ჩვენი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი არის, რომ დიდწილად ამ პროექტებში ჩამოვყალიბდით ბევრი ადამიანი, ვინც ახლა აქტიურად არის სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართული და პრინციპში მალევე, მაგრამ ბოლო 5 წელი განსაკუთრებით შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი პროფესიაც გახდა, იმიტომ რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება, ის იქნება რაც ლექციების სელექცია კურსი თუ დებატები და ასე შემდეგ, მაგ მიმართულებით მუშაობ, ამიტომ განათლებასთან ეს შეხება მაქვს პირველ რიგში, სხვა მხრივ რუსთაველის პროტესტის მონაწილე, ვცდილობ რომ ვიყო აქტიური მოქალაქე განსაკუთრებით რთულ დროს ჩვენი ქვეყნისთვის. ხო, სწავლა დაამთავრე? სწავლა ოფიციალურად არ დამთავრებია, ანუ ვარ ვსწავლობდი პოლიტიკის მეცნიერებაზე, დაგროვებული მაქვს საჭირო კრედიტების რაოდენობა, რომ მერქვა პოლიტოლოგი, თუმცა ოფიციალურად არ მიღია დიპლომი. გასაგები, ანუ განათლება გაქვს დიპლომი არა, რაც შეეთი არის ხოლმე პეჭით. თუმცა მანდ შემიძლია თქვა, რომ ჩემი ცხოვრება ზოგადად რაღაცნაირად ეგრე და ჩემ დაკვირვებით ბევრი სხვა ჩემი თანატოლის რაღაცნაირად ეგრე წავიდა, რომ მე თუ მაქვს რამე განათლება, მე ნაკლებად უკავშირებ ამას ფორმალურ განათლებას და აკადემიურ განათლებას სამწუხაროდ, თუმცა დამიყვარს იგივე აკადემიური ტექსტების კითხვა და ძირითადად ისევ ამ არაფორმალურ განათლებას და რაღაც გავს პროექტებს უკავშირებ და სულ ეგრე იყო რაღაცა სკოლიდან მოყოლებული. ხო. მაშინ თუ ეს ნაკლებად არის განათლება, შემთხვევით ეს ფორმალური განათლება, მაშინ რის რეფორმას აპირებს განათლების სამინისტრო და ქართული ოცნება შენი ხედვით. მან რამდენი მომენტი არის ერთი, რომ ჩემი აზრით ძალიან ძიმე მდგომარეობაში ისედაც ქართული განათლების სისტემა და მათ შორის სკოლების და უნივერსიტეტების მე რა შეხედაც მქონია და რაც ვიცი, თუმცა ამ რეფორმა რაც შემოგთავაზეს, მე რაც წავიკითხე, ესე ვთქვერდიანი დოკუმენტი იყო, ხო მე მგონი არ გამოქვეყნებიათ. კიდე იყო სატელევიზიო. ხო, რაც ილაპარაკეს, ხო, რაც ცოტა განავრცეს ის დოკუმენტი. მე მგონია და თუნდაც სხვა სპეციალისტებს რაც უსმინე, ეს ვერაფერს გამოასწორებს პირიქით და ამას ჩვეულებრივად პოლიტიკური მიზეზები აქვს პირველ რიგში და იგივე მე რასაც ვიძახი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს არაფორმალური განათლება, იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა აქვს დღეს ქართულ სკოლებს და უნივერსიტეტებს, ეს არაფორმალური განათლება მაინც არის მათზე მიბმული და ეს უნივერსიტეტები, თავისუფალი უნივერსიტეტები, ხო? იგივე თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ნაწილობრივ სახელმწიფო უნივერსიტეტებიც და კიდევ ბევრი. ისინი ასრულებენ ამ რაღაც გარკვეული მიზიდულობის ცენტრის ფუნქციას და მათ ბაზაზე ელემენტარული და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ანუ ამ შენობებში მუდმივად ბოლო 10-15 წელია, ალბათ განსაკუთრებით, სულ ტარდება რაღაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, ბევრი ადამიანი გიკრიბება ერთმანეთში, რაც მსჯელობს, ან რაღაც თამაშობენ, რასაც როდის იქნება თუ დებატები და ასე შემდეგ. ეგ მგონია ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ქსოვილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა სოციალური სივრცე, სადაც შეიძლება რაიმე ტიპის დისკუსია იყოს. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ისე ბუნებრივად ვერ შეხვდებოდნენ, რომ რაღაცნაირად გადაიყარონ და რაღაც მოეწონათ ერთმანეთი და მე რამ ერთად გააკეთონ, მაგ ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მე მგონია, რომ ამ უნივერსიტეტებზე იერიში რაც მიდის, ერთი ამ რეფორმით მე პარალელურადაც ვხედავთ იგივე ამ საქართველოს უნივერსიტეტს უჩივის ხო ტექნიკური უნივერსიტეტი და ამაზე ირაკლი კობახიძე მილაპარაკა, პაკეტში შემოგთავაზეს ეს პრაქტიკულად. ეს უნივერსიტეტები თავის პრობლემებით მაინც ასრულებენ რაღაც თავისუფლების კუნძულებია და ავტორიტარულ რეჟიმს უნდა ამებს
განადგურება. ეგ მგონია მე ასე ვთქვათ თავარი ბირთვი მთელი ამ ამბის. ანუ ეს არ ვთქვათ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ იმ მექანიზმებიდან, რასაც გვთავაზობს. ხო, ეხლა უბრალოდ რომ ვინც არის გარკვეული მე ჩამოთვლი რა გვითხრეს შეფასების გარეშე რომ უბრალოდ აღწერო რა წერია იქ მათ დოკუმენტში და რა ილაპარაკეს. ანუ ერთი თქვეს რომ მე-12 კლასს გააუქმებენ, იმიტომ რომ ეს 11-ია. შემდეგ იქვე ითქვა აიხსნა რომ შეიძლება ამან რაღაცა გარკვეული უხერხულობა შექმნას იმათვის ვინც უცხოეთში წავა, მაგრამ ხომ აქვთ ამ ადამიანებს იმისი უფლება რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და იგაიარონ მე-12 კლასს და ამიტომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის და შეიძლება აქაც გავხსნათ რაღაცა. აქაც რაღაცა მექანიზმები იპოვონ. მეორე თქვას რომ ასევე თითო წელი მოაკლდება არამხოლოდ სკოლას, არამედ ბაკალავრიატს და მაგისტრატურას და ბაკალავრიატი 4-ის ნაცვლად გახდება 3 წლიანი, მაგისტრატურა 1 წლიანი. ამის გარდა იქნება ესეთი სისტემა, რომ რასაც თვითონ დაარქვა ირაკლი კობახიძემ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, სიანდრეში გულისხმობს არა იმას, რომ ერთი ქალაქში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება, არამედ ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მხოლოდ ერთში იქნება თითო ქალაქში კონკრეტული სპეციალობის შესაბამისი პროგრამა, მაგალითად იურიდიული ახლა თუ არის ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას უნივერსიტეტში და სოხუმის უნივერსიტეტში ამ ესე იგი კონცეფციის მიხედვით მხოლოდ ერთში უნდა იყოს და სავარაუდოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს თქვა კიდეც თავის პრეზენტაციაში ის ხანუ არც მალავს იმას რომ თვითონ ახლა მუშაობს სავარაუდოდ იქ იქნება და ისტორიულადო რომელიც უფრო არისო ანუ მაშინ მაგალითად რაც ილიაში უცხოენები უნდა დარჩეს ხო რაღაც უცხოენები ცალკე ინსტიტუტი იყო და ცალკე იყო კიდე პედაგოგიური ხო იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და კიდე იყო უცხოენების ინსტიტუტი სადაც ლინგვისტიკა და თარგმანი და ასე შემდეგ ისწავლებოდა და ну ამის გარდა თქვეს რომ დაფინანსების სისტემა შეიძლება ისე საბაზრო მოთხოვნებზე იქნება მორგებული და აღარ იქნება საგრანტო სისტემა სადაც თვითონ სტუდენტი ფინანსდება და არა უნივერსიტეტი ან უნივერსიტეტები დაფინანსდება იქიდან გამომდინარე თუ რა პრიორიტეტებს განსაზღვრავს განათლების სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ამის გარდა ითქვა რომ პროფესორები ესე იგი შეეცდებიან რომ მუშაობდნენ სრულგანაკვეთზე და არ იყვნენ ნახევარგანაკვეთზე და ასევე ჩამოყალიბებენ რაღაც ერთგვარ იერარქიას ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები სადაც არის ერთი ხელმძღვანელი პროგრამის და იმის ქვეშ არის მე დანარჩენები თქვა ერთი არის სრული პროფესორი რომელსაც 100,000 ლარი და დანარჩენებს ხელფასი არ ახსენებიათ და არჩევის ხელფასი რამდენი არის კონტრაქტით უნდა იყოს მაგრამ ხო კიდე ცალკე იქნება მოწვეულებიც მაგრამ ნუ ეს მოწვეულების ლაპარაკის დროს ასევე ახსენეს რომ რაღაც სპეციალობებში თუ არ იქნება შესაძლებლობა რომ ყავდეს ქართველები იქნება უცხოელი პროფესორების მოწვევის შესაძლებლობაც რომლებიც ალბათ 10,000-ად არ ჩამოვლენ მაგრამ იგულისხმებოდა რომ ამის ასახსნელად ესე იგი რატომ მომდება ადამიანის ჩამოსვლა ირაკლი კობახიძემ ახსნა რომ ეს სავარაუდოდ იქნებიან პენსიონერი ესენი პროფესორები რომლებიც უკვე პენსიაში არიან გასული მაგრამ ჯერ კიდევ უნდათ და შეუძლიათ მუშაობა და ამის გარდა ასევე ითქვა რომ გადაყვანა ესე იგი გეოგრაფიულად გადანაწილება მოხდება სტუდენტების რომ ისინი თბილისში აღარ იყვნენ ისე ძალიან კონცენტრირებულები როგორც არიან ახლა ითქვა რომ ქუთაისში იქნება მეორე ცენტრი მაგრამ თბილისიდანაც გაიყვანენ სტუდენტებს და ითქვა რომ ეს რაღაც რუსთავთან აშენდება ახალი საუნივერსიტეტო რაღაც ინფრასტრუქტურა და იმისთვის რომ ეს აშენდეს ესეთი დასაბუთება იყო გაიყიდება თბილისში საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები თუ თვითონ შენობები აქაც დაზუსტა ის რომ პირველი და მეორე კორპუსი არ გაიყიდება დანარჩენები გაიყიდება ან თესეოს პირველი და მეორე კორპუსი კონსერვატორია და ეს სამხატვრო მეოძეგლები რაც მეორე კორპუსი არ არის მე მგონი მაგრამ ხო ამაზე ითქვა დანარჩენებზე ხო ნუ რა სამედიცინოზეც მე მგონი ითქვა რომ არ გაიყიდება ამის გარდა ითქვა რომ უცხოელი სტუდენტების მიღება ეკრძალებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მოკლედ 4 გვერდში ძალიან ბევრი რაღაცა იყო ჩატეული ხო ეს ნამდვილად უნდა ითქვას და
ხო, პირველი გვერდზე ცოტა მეტიც არის სინამდვილეში ამ რაღაცა პრობლემების განხილვა ჩამონათვალია რა, უბრალოდ პრობლემების. ეხლა ეს ყველაფერი ხო შეიძლება რა ვიცი, შენც თქვი რომ ეს საავადმყოფო კეთება იმისთვის რომ კონტროლი დამყარდეს რაღაც თავისუფლების კონსულებზე, რომლებიც არის ასევე მიზიდულობის ცენტრი. არა მხოლოდ მათთვის, ვისაც უნდა ფორმალური განათლების მიღება, არამედ მათთვისაც, ვისაც კიდევ რაღაცა სხვა გზებით უნდა რომ მიიღოს განათლება, მათ შორის შეიძლება სულაც არ იყოს სტუდენტი ჩვეულებრივი, ხო? მაგალითად, ხო, რასადროდის შეიძლება თამაშობდეს და ის კონკრეტულ ადგილას ტარდებოდეს და ამიტომ დადიოდეს რაღაც კონკრეტული უნივერსიტეტის შენობაში. თუმცა მაგასაც ხედავთ, რომ რასადროდის კერძო უნივერსიტეტებში უფრო ხშირად ტარდება ხოლმე. კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება. ეს თვითონ ეს თავარი ინტელექტ კლუბი რაც არის, რომელიც ატარებს და რაღაცა სხვა მაგის მოდიფიკაციები ხან ალტაში ტარდებოდა და ხან რაღაც ემებში და ესეც თავისთავად საინტერესო ფენომენია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ ახერხებს, რომ ეს სივრცე შეთავაზოს. იმიტომ რომ ის პრობლემები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ პრობლემებში, მაგალითად ბიუროკრატიული და პოლიტიკურიც მათ შორის. მაგრამ აი ხა ეს კითხვა რა დავსვათ, აი ახალგაზრდების პრობლემები, რაც ახალგაზრდებს აქვთ, არის თუ არა იმ პრობლემების ჩამონათვალში აღწერილი, რაც იქ იყო, ხო? იქ იყო აი ეს მაგალითად რაღაცა კონცენტრირება ქალაქში, რაღაც დედაქალაქში. ხო, კიდე რაღაცებიც ითქვა რა, რომ რაღაც რეგიონული უნივერსიტეტების ფუნქცია რა იქნება, რა პედაგოგიური და აგრარული მიმართულებები ასწავლოს გარდა ქუთაისის უნივერსიტეტების და კიდე ბევრი ესეთი დეტალია და აი მაგალითად ხო ამ ჩამონათვალში იყო რაღაცა ხარისხის პრობლემებზეც, იყო სოციალურ პრობლემებზეც, მათ შორის რაღაცა საცხოვრებლებზეც და ასე შემდეგ და რა არის პრობლემები, რაც აქვთ უმაღლესი სწავლის დროს ახალგაზრდებს, ან რა არის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის საერთოდ სწავლობდნენ, ან აი არაფორმალურ განათლებაში იყვნენ ჩართული. მე პირველ რიგში გონია რომ ეს აჯაბ სანდალი რასაც წარმოადგენს ეს დოკუმენტი რაც გამოაქვეყნეს რო რაღაც წინადადებებში არის ხოლმე გადახოვები რა რაღაცა ძალიან ბევრ თემას არის მიდემოდებული და მაქრო ძალიან თუ ხარისხოთ ტექსტი მგონია ძალიან დამაბნეველი არის საზოგადოებისთვის მე ეგეთ დროს არ ვიცი ხე სპეციალურად გააკეთეს თუ არა მაგრამ რაღაცა ხდება ამ განათლების სფეროში და რა ხდება და 15 პუნქტი მოყვება მე ამ საკითხს. ხო, უშუალოდ ახალგაზრდებს რაც შეეხება, მე გონია რომ არაფორმალური განათლების სიძლიერე და მასზე სიძლიერე შეიძლება ძალიან ბევრი პროექტი შეიძლება კი ნამდვილად არ არის ხარისხიანი არაფორმალური განათლების სფეროში, მაგრამ ამ ძალიან დიდი მოთხოვნა არის არაფორმალურ განათლებაზე და ჩემი დაკვირვებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის ეგრე განსაკუთრებით, რაც შეიძლება ნაწილობრივ საბჭოთა განათლების სისტემის ბრალია, რომელიც რაღაც გარკვეულ დონეზე ინერციით დარჩენილია, ნაწილობრივ იმიტომ რომ უბრალოდ განვითარებადი ქვეყნებია და როცა ვერ პოულობს ადამიანი რაღაც კითხვებზე პასუხს და ვერ იღებს თავის ამოთხოვნილებას, ვერ იკმაყოფილებს სკოლაში იქნება ეს თუ უნივერსიტეტში, კიდე რაღაც სხვას ეძებს. ეს მგონია ზოგადად არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შემავსებელი უნდა იყოს, ხო, რაღაც ფორმალური, არაფორმალური და ეგრე არის პრინციპში ნებისმიერ ქვეყანაში ნორმალურში და ხშირად თვითონვე ეს განათლების დაწესებულებები თავაზობენ ხოლმე ამას. ხო, მაგალითად, რა ვიცი, ბრიტანეთში სკოლებში არის ხოლმე დებატის კლუბები, ხო, და მე ეს სკოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან. საქართველოში ეგრე არ არის, ამიტომ რაღაც ორგანიზაცია თუ იქნება, რომელიც ჩაატარებს ამას, ხო? ამაზე დიდი მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა გარდა იმისა, რომ გასაგებია, რომ მატერიალური პრობლემები არის ძალიან მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის, ხო? და იგივე საცხოვრების პრობლემა, შემოსავლის პრობლემა მე მთავარი მაინც გონია თავისუფლების პრობლემა. ანუ რომ თუ უნივერსიტეტი უნდა იყოს სივრცე, სადაც არსებობს თავისუფლება, სადაც არსებობს შეიძლება დისკუსია, მათ შორის პოლიტიკური დისკუსია, ეგ ანუ ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ და რაღაცნაირად იმჯერონ ამ ქვეყნის შესახებ სხვა თემებზე და მე ვიღაცამ შევა მომავალში პოლიტიკური ძალაც შექმნას, ვიღაცამ შევა რაღაც სამოქალაქო ორგანიზაცია შექმნას და ასე შემდეგ. მე ეგ მგონია ერთ-ერთი მთავარი
ამ ინდივიდებისთვის რაც არის ისინი ხვდებიან სამსტატო სივრცეში და ეს ავტომატურ კონფლიქტში არის იმ პარტიის ან ქართული ოცნების მიზნებთან, რომელსაც უნდა რომ ერთდროულად მართოს ეს ქვეყანა საგანძაც მოახერხებს ამას, ხო? პოლიტიკის მეცნიერებებზე სწავლობ, ხო? რამე ესეთი შემთხვევა ჰქონდა, ბაკალავრიატში სწავლობდი თუ მაგისტრატურაში? ბაკალავრიატში, ხო? 4 წელი პოლიტიკის მეცნიერებები და ამ 4 წლის განმავლობაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც აი მაგალითად მოიწვიეს პოლიტიკოსები და რაღაცა ჰქონდათ სტუდენტებს შესაძლებლობა რომ ამის კრიტიკული კითხვები დაგესვათ ან დებატი მოგეწყოთ ან მათ შორის დებატები გენახათ. კი, იყო სხვათა შორის. ზოგადად მე ვსწავლობდი, ჯერ ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში და მე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აი ხა რაც ვადევნებდი თვალყურს დისკუსიას აი ამ განათლების რეფორმის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი აი რაც ამჯერადობაში ეგრე ამბობდნენ რომ თესეუ ხო ისედაც რაღაცა წაღებულია და დაღუპულია და უბედურება და აი ხა აპირებენ რომ ილიასაც იგივე გაუკეთოს სხვა უნივერსიტეტებს. რაც მე ბოლომდე ვერ დავითანხმები. მე ძალიან არ მომწონს და ძალიან სამწუხარო არის ვინც არის დღეს თესეუს რექტორი, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ამ წელს მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაღაც მთლიანად ქართული ოცნების მიერ გაკონტროლებული სივრცე, სადაც არანაირი რაღაცა დისკუსია არ არსებობს, ან ოპოზიციური ან კრიტიკული ხელისუფლებისადმი აზრი არსებობს, არ არის ეგრე ამ უნივერსიტეტს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და ჩემი აზრით მე რა შეხებაც ქონია განათლებას მე ამასლად ვერ უწოდებდი, მაგრამ იგივე ჩვენ რა ვიღოთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აი ეს ორი ალბათ განსაკუთრებით, მე იქ მეტად ხვდებიან ადამიანები, ვინც კრიტიკულად და ხვდებოდნენ, ვინც კრიტიკულად არიან ხელისუფლებისადმი განწყობილები, ვიდრე პირიქით და ეს პროფესორებზე ხო? პროფესორებს. მე ლაპარაკობ უფრო მოწვეულ პოლიტიკოსს, აი მაგალითად შეიძლება არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ თქვათ მოიწვიოთ ქართული ოცნების რომელიმე ცნობილი პოლიტიკოსი ან ოპოზიციის წარმომადგენელი და თქვათ სტუდენტებმა გაწურონ, ასე ვთქვათ. დღეს ალბათ აღარ. ან გაარკვიონ. დღეს ალბათ აღარ. რამდენიმე წლის წინ ანუ ჩემს და კიდე შესაძლებელი იყო და მახსენდება რაღაც ეგეთი, მაგრამ მახსოვს რომ ზოგიერთი ოპოზიციიდან მაშინ პოლიტიკაში იყო, მახსოვს სერგი კაპანაძე იყო მოსული რაღაც ერთ-ერთ ლექტორმა მოიწვია და რაღაც ჩვეულებრივ კითხვას უსვამდა ხალხი, რა ვიცი, რაღაცა შეება ეკამათებოდა კიდეც ზოგიერთი პარლამენტის წევრები, არა მარტო ირაკლი კობახიძე, ამაში გია ჟორჟოლიანიც ქართული ოცნების წევრი იყო, ისიც ის ამ პროგრამის პროფესორი. ამ პროგრამის პროფესორი არის, ხო. ხო. რაღაცა ავტომატურად გამოდის. ავტომატურად გამოდის. მაგრამ თავისთავად ამ პროგრამის ანუ ამ პროგრამაში ალბათ რაღაც ამღონი ნაწილიც უნდა იყოს, ხო, რაღაც პოლიტიკას თუ სწავლობ, პოლიტიკოსები ტელევიზორზე ამ პროგრამას ანუ ეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მთლიანად და მათ შორის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება მე არ მგონია რომ რაც ქვია რეალურად ეგ არის. მათ შორის იმიტომ რომ ჩვენი განათლების სისტემის თუნდაც საზოგადოების პრობლემა არის ეს არის ძალიან დიდი ფაკულტეტი, სადაც სწავლობს ბევრი ადამიანი და უმრავლესობა წარმოგვიდგენა რომ მანდ რატო არის. ანუ შემთხვევით მოხვედრილი ხალხი არის. მე ისეც ვერ ხვდები, რომ ამდენი პოლიტოლოგი რაში ანუ სად რამდენია ხალხი? ასე მეტი ვიყავით ჩვენ კურსზე და ჯამშიც რაღაც მაგ ფაკულტეტზე 1000 მეტი ადამიანი სწავლობდა, სხვა მიმართულებები არის, მაგრამ დიდი ერთ-ერთი დიდი ფაკულტეტი იყო და აი ამ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს დიდი პოლიტიკას არ აინტერესებდა. და ამიტომ აი რაღაცა მოთხოვნა მაგაზე რომ მოდი ვიღა. ეგ კიდევ ცალკე სასწაული ამბავი არის, რომ პოლიტიკის მეცნიერებაზე შეიძლება გენახათ ადამიანს გეტყოდა, რომ იცი მე აპოლიტიკური ვარ, მე დიდად პოლიტიკა არ მაინტერესებს და ანუ ვერ ის ზოგადად სტრუქტურები, რომლებიც თითქოს ავტომატურად გულისხმობს პოლიტიკურ ცხოვრებას ჩართულობას, სამოქალაქო ცხოვრებას ჩართულობას, ხშირად ამ ქვეყანაში რაღაც პარადოქსულად საერთოდ არ არიან ეგეთები და აი იგივე რო ვთქვათ ეს რაღაც სამოქალაქო და პოლიტიკური დისკუსია ახალგაზრდებში რაც არის, მაგ ფაკულტეტის ჩართულობა რაც განსაკუთრებით დიდი არ არის და ზოგადად მაგ
ხო, ქართული ოცნების დასაბუთება ამ რეფორმების სწორედ ეს არის, ის ამბობენ, რომ იმაზე მეტი ხალხი სწავლობს რაღაც სპეციალობებზე, ვიდრე საჭიროა ამ ქვეყანაში, მაგრამ როგორ ისაზღვრება რამდენია საჭირო? ხო, ეგ არ ვიცი, ანუ ეგ ხო და მაგას ვირდებიან, რომ ჩვენ ეხლა მშვებული არის რაღაცა, რომ თვითონ განსაზღვროს სტუდენტებმა ან უნივერსიტეტებმა, მაგრამ ჩვენ რაღაც მეთოდი გვექნება, რომელთაც ხო, რაღაც რამდენი გჭირდება, მაგალითად, რამდენი ერთმა სპეციალისტმა თქვა, რომ ისაო და მომეწონა ეგ შეფასება, იმიტომ რომ არის ლოგიკური, რომ გეგმიურ ეკონომიკასავით აპირებენ, ხო, ანუ გათვალონ ვინ რამდენი ჭირდებათ და მე მაგის მიხედვით პოლიტოლოგიის ეკონომიკა ცოტა ხო, არ ვიცი, რამდენი პოლიტიკოსი გჭირდება, პოლიტოლოგი გჭირდება, პოლიტიკის მეცნიერი გჭირდება, ან თეორეტიკოსი გჭირდება, ან ანალიტიკოსი გჭირდება, ან რაღაცა ეს ხო, ერთ-ერთი მეთოდოლოგია არის ხოლმე რომ აგვირდებიან, საქმდებიან თუ არა სტუდენტები თავისი პროფესიით და რამდენი რაღაცა. ანუ ერთი არის სტუდენტების მხრიდან სწავლობ და მეორე არის რომ სწავლობ დამსაქმებლების მხრიდან. ხო, კითხები აი შენ რამდენი ვაკანსია გექნება რაღაც სფეროში. მაგრამ ის ხალხი ის რომ გავარკვევთ, აი პრობლემას რა იწევს, რატო აბარებს მან? ერთ-ერთი პრობლემა ის გეტყვი ნაწილი ხალხის, რომელიც ამას მაგას უბრალოდ გეტყვი. არ ვიცი, რატო მოხდა ეგრე. ერთი არის ეს სხვა ჩვენს ქართული ოცნების ერთმა დეპუტატმა თქვა, ხო, ცოტა ხნის წინ რაღაცას გავსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს ისე რომ უმაღლესი განათლება საჭიროა თუ რაღაც. დეპუტატი არა, განათლების მინისტრი. განათლების შევაგნებინოთ ხალხს, რომ განათლება არ არის აუცილებელი. ხო. განათლება აუცილებელი არის, თუმცა მე ვეთანხმები იმას, რომ ზოგადად რომ ყველასთვის არ არის უმაღლესი განათლება აუცილებელი, ან როგორც მინიმუმ იმას ვეთანხმები, რომ აი მიდგომა სკოლას რომ მთავრობ აუცილებლად ეგრევე უნივერსიტეტში ჩვენ ჩააბარო, მე არ მგონია სწორი, ანუ და ჩვენ ქვეყანაში არსებობს ჯერ ერთი კულტი, ერთგვარი უმაღლესი განათლების იყო კულტი დიპლომის, ეხლა უფრო ჩაანაცვლა იმან, რომ აი რაღაც სკოლას რომ მთავრობ უეჭველი უნდა ჩააბარო, ანუ ეროვნულ გამოცდაზე უნდა გახვიდე, უნდა მოხვდე უნივერსიტეტში, სტუდენტის სტატუსი უნდა გქონდეს და მე რაც გინდა ისქენი, ხო? მე თუ გინდა გათხოვდი, მაგრამ ვისთვის იყენებენ ამ სტატუსს? არაფერს, ანუ უბრალოდ რაღაცა უფრო მეტად შობლებში არსებობს ეს დამოკიდებულება, რომ აი ადამიანად ინდივიდად რაღაც შედგე, რაღაცა ამ კულტურულ სივრცეში შენ რო იყოს სრულფასოვანი ადამიანი, უნდა შეეძლოს რაც დედას უთხრას თავის მეზობელს და მეგობარს, რომ კი, აი ჩავაბარეთ ხა, უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ხო? უნივერსიტეტში. ეს ხო, ანუ ეს არის აი 40-იან წლებშია გადაღებული ფილმები, სადაც 30-იანებში ესე ვთქვი. აი მე როცა სკოლა დავამთავრე, აბსოლუტურად იყო დამოკიდებულება, მოგიყვა მაგალითებს მაგის რატომ გონია ასე. ერთ-ერთ კერძო სკოლაში, სადაც ჩემი მეგობარი სწავლობდა, როცა ანუ თელმა კლასმა ჩააბარა, თან რაღაც კარგ უნივერსიტეტებში ჩააბარეს, რო შეიკრიბნენ 4 წლის მერე, აღმოჩნდა რომ არავინ დაამთავრა. ანუ ყველა ამ ხალხმა ვერ იპოვა თავი აკადემიურ საუნივერსიტეტო სივრცეში, ყველამ რაღაც სამსახურები იშოვეს, სხვაგან მიიღეს მათ შორის განათლება, მაგალითად ჩემი მეგობარი, რომელიც IT მიმართულებით სწავლობდა, იქ არ მიიღო საბოლოო ჯამში განათლება, ჩააბარა რაღაც სხვა საგანმანათლებლო კერძო პროგრამაზე, იქ მიიღო და ეგრე დასაქმდა, ხო? მეორე კიდე მაგალითად ეს განათლების სამინისტრო მოთხრა, რომ ეს უნდა გაიგეთებინა თუ თვითონ მიხვდა. თვითონ მიხვდა. განათლების სამინისტრო რო გვეუბნება, რომ თვითონ ხალხი ვერ ხვდება და ჩვენ გვჭირდება დახმარება. მეორე მაგარ ჯარი. ანუ მიზეზი რატომაც ძალიან ბევრი კაცი და ბიჭი ამ შემთხვევაში მათ უნდა სტუდენტის სტატუსი არის, რომ ის არ წაიყვანონ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელსაც მათ შორის არ არის სინამდვილეში კი ქვია სამხედრო, მაგრამ არ არის მათ მხოლოდ სამხედრო კომპონენტი და სხვადასხვა რომ იძულებით არ დაასაქმონ ეს ადამიანი ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე სახელმწიფომ, ეს არ უნდათ ადამიანებს და სტუდენტის სტატუსი ამისგან გიცავს ჯერჯერობით. და როგორ ფიქრობ, ეს სტუდენტის სტატუსი ან დიპლომი ეხმარება თუ არა დასაქმებაში? ძალიან ხშირ შემთხვევაში არა. ანუ მე მგონია, რომ შეიძლება უნივერსიტეტის გამოცდილება ადამიანს დაეხმაროს რაღაც დონეზე, რაღაც დისციპლინირება შეიძლება დაგეხმაროს რაღაცა უნარების გამომუშავება, რაღაც კონტაქტები შეიძინო, მაგრამ და ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ზოგადად უნივერსიტეტის და სხვადასხვა რაღაც რუტინის სწავლა და დროზე რაღაც ჩაბარება და ამ შემდეგ მაგ უნარებს ვფლობ.
დიდი ალბათობით მოახერხებ რომ სადღაც რაღაც მიმართულებით დასაკდე მაგრამ საბოლოო ჯამში აი თუნდაც ჩემ გარშემო ვისაც ვიცნობ აი რაღაც საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ ძალიან შუთა თქმა კავშირი საკითხებიან და მათ განათლებას შორის. მაგრამ აი თქვათ როცა სამსახურში შეაქტხოვენ საბუთები უთითებენ, საერთოდ სტუდენტი არიან თუ ამას არ აქვს მუშაობა. შეიძლება მიუთითონ, თუმცა აი იგივე ჩემი დაკვირვებით დამსაქმებლებშიც მაგისადმი ინტერესი იკლებს ნელ-ნელა. როცა სპეციალურ რაღაც კარგო სპეციალურზე არის ხო ლაპარაკი ანუ ბიუროკრატიაში დასაქმდე მნიშვნელოვანია დიპლომი უნდა კონდეს ხო ნაკლებად სავარაუდოა ანუ პრეზიდენტი თუ არ ხარ რომ უმაღლესი განათლების გარეშე დასაქმდე რამე სახელმწიფო ორგანიზაციაში მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი გამოცდილება რაც იყო ჩემი აი ერთი ფრაზით რო აღწერო მთლიანი სისტემა არის რომ ლექტორი შენ გეუბნება რომ მე მოდი არ შევიმჩნევ რომ შენ არ სწავლობ და სტუდენტი პასუხობს რომ კაი და მე არ შევიმჩნევ რომ შენ არ მასწავლი. აი ეგეთი შეთანხმება არსებობს უმაღლეს განათლებაში ჩემი დაკვირვებით ნათლიაში არის ეგეთი ფრაზა ფილმში რომ მეორე ნაწილში რომ იქ კორუმპირებული სენატორი ხდება მაიკლ კორლეონეს და ეს სენატორი ზევიდან ქვევით უყურებს და რაღაც დაცინით და იცოდება რომ we are part of the same hypocrisy ანუ ერთი სისტემის თვალსაჩინოს ერთთვალსაჩინოს საბჭოთა კავშირში იყო ეგეთი ცნობილი გამოთქმა რომ ჩვენ სახელმწიფო ქნის ილუზიას რომ ხელფას გვიხდის და ჩვენ ქნის ილუზიას რომ მუშაობთ ხო დაახლოებით ეგეთი რაღაცა მაგრამ ეს შეთანხმებაც რატო მივიდნენ ამ შეთანხმებად აი რატო არ უნდა პროფესორს რომ დაინახოს ის რომ უნდა განასხვაოს ის სტუდენტი რომელიც სწავლობს იმ სტუდენტისგან რომელიც არ სწავლობს თუ საერთოდ არ არსებობს სტუდენტი რომელიც სწავლობს არსებობს ერთი კომპონენტი მე მგონია რომ უბრალოდ როგორც ინსტიტუტი როგორც სტრუქტურა ბიუროკრატია ანუ ძალიან დაბალი დონის არის იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რაღაცნაირად ორგანიზებული და გამართული იყოს ხო სისტემა ნებისმიერ გინ სკოლა გინ უნივერსიტეტი რომ მას მაღალ დონეზე ფუნქციონირებდეს ეგ ზოგადად საქართველოში ხო პრობლემა რაც ყველგან სფერმთებია და ანუ იგივე ეხება განათლების დაწესებულებებს ეს ერთი არის მეორე არის უბრალოდ კომპეტენციის ნაკლებობა ანუ მე ძალიან ბევრი პროფესორი და ლექტორი შემოხვედრია რომელიც ანუ ვერ გასწავლს იმიტომ არ იცის ანუ შეუძლებელი არის ზოგმა არ იცის და ზოგს კიდე ანუ ხშირ შემთხვევაში ცოდნა არ არის საკმარისი იმიტომ რომ შენ თუ ხარ ლექტორი კვლევარი შეიძლება იყო მაგრამ შენ თუ ხარ ლექტორი შენ გჭირდება გარკვეული უნარები ხო გადმოცემის უნარი ადამიანთა მუშაობის უნარი რაღაც ავტორის კონტროლის უნარი და ასე შემდეგ ხო აი მაგასაც არ ეკცევა ხოლმე ჩემი დაკვირვებით ყურადღება და ბევრი ადამიანი არის რაღაც უბრალოდ ხო ეს ამან იცის კაცო ხო რაღაც დიპლომი აქვს რაღაც ცოდნა აქვს და ამიტომ უნდა იყოს ეგ არ არის საკმარისი სამწუხაროდ და ზოგ ადამიანს უბრალოდ არ გააჩნია ვიღაც აქამის ნიჭი ვიღაც არ აქვს ხო თუ 20 წელი ხარ და ვერ გამოიმუშავოს ეგ ვერასდროს გამოიმუშავებს სავარაუდოდ მოგლით ახლა ისე მივიდივართ რომ მალე ხარდამჭერები გავწევით ჩვენ და აპრეფორმის იმიტომ რომ ესენც იგივეს განალებია ხო რომ არიან პროფესორები რომლებიც გასაშვებები არიან არიან სტუდენტები რომლებიც ზედმეტები არიან არის პროგრამები რომელიც ალბათ უნდა დაიხუროს ნაწილი პრობლემების რომლებიც ამის შესაძლებლობა საქართველოში არ არის რომ ბევრი კარგი პროგრამა იყოს არჩევია რომ ცოტა კარგი პროგრამაზე ცოტა კარგი მოტივირებული სტუდენტი და ცოტა ესეთი სრული დატვირთვით მომუშავე პროფესორი იყოს რა არის ხა მაშინ ამ რეფორმაში რატომ უყურებთ ამას მაშინ როგორც რაღაცა კონსულების დაპყრობას და არა აი ამ პრობლემების მოგვარებას პრობლემების ჩამოთვლას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება მარტივად ამ პრობლემების დიდ ნაწილს ნებისმიერი ადამიანი ჩამოგიჩვენოს და შეხება ქონია განათლების სისტემასთან და თუ რაღაც ის ობიექტურად გულწრფელად გიპასუხებს. შესაბამისად, აქ ერთი მომენტი არის, ბევრი პრობლემა რაც ჩამოთვალეს მართლა პრობლემა არის. მეორე მომენტი არის, რომ ეს ხალხი არის ხელისუფლებაში 2012 წლიდან და 13 წელია მათ არ გადაუდგამთ სერიოზული ნაბიჯები განათლების სისტემის გამოსასწორებლად და კომიკურად აღიქმება მათგან ახლა დაპირება რომ აი ხა ჩვენ ყველაფერს მივხედავთ როცა ირაკლი ყაბახიძე რომელიც 10 წელია კაი 10 არა ირაკლი ხო 10 წელი 2015 წლიდან პრინციპში ირაკლი ყაბახიძე არის ხელისუფლებაში ისე აღმასრულებელი დივანი გახდა 2015 წელს ქართული ოცნების და იქ ეუბნება რომ აი ხა მე ყველაფერს მოვაგვარებ მაგალითად 2000 ხელს უშლიდა
2012 წელს ჰქონდა დაპირება ზუსტად იგივე რაც ეხლა ამბობენ რომ ქუთაისს უნდა გახდეს რაღაცა კერას უნივერსიტეტო ქალაქი რაღაცა ეს უნდა იყოს რაღაცა ქალაქის ლოკომოტივი წამყვანი და 2016 წლამდე უნდა გაკეთებინათ და 2016 წელს არაფერი არ ქონდა გაკეთებული ანუ ეს უნივერსიტეტი რაც გაიხსნა მაშინ საგახსნილა მაშინ ესე შევხედოთ კარგი თქვა ესენი ეგ ერთი ნაწილია არ ვჯერებ მაგრამ სხვა ისე რომ შეიცვალონ და სხვა რო გააკეთოს იგივე არა მე ახლა გავიდა 13 წელი ხო და ამ 13 წლის თავზე მოგწეს ეს 4 გვერდი ხო რომელსაც ან არ წერი ეგ არ არის რეფორმა არის უბრალოდ რაღაცა ChatGPT-ს რო კითხო შევუკეთეს გითხრას რა აი რა შეიძლება გაკეთდეს და აი მოდი ეს ხო ამის გაკეთება მე გონია რომ ძალიან დიდწილად ან შეუძლებელია უახლოეს მომავალში, რაზეც თქვენს რომ გავაკეთებთო, შეიძლება იმ კერძო უნივერსიტეტებს ან სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეუქმნას სერიოზული პრობლემები და რაც მე რეალური მიზანი მგონია ამ რეფორმის ჭალებში. ეგ შეიძლება გააკეთონ, შეიძლება რომ რაღაცა ილიას უნივერსიტეტი და რაღაც საქართველოს უნივერსიტეტი მოგუდონ თუ მოინდომებენ, იმიტომ რომ ამის რაღაცა ბერკეტები კარგი მიზნებისთვის გუდავენ, ხო? ანუ იმისთვის რომ ცოტა კარგი პროფესორი ამას გეუბნებიან. ჩვენ რო ვიცით, კი შეიძლება ეს რაღაცა ის იყოს რეპრესიად გამოჩნდეს, მაგრამ სინამდვილეში ხო კარგი გვინდა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ცოტა კარგი პროგრამა გვექნება. ორი მომენტი არის, ერთი არის კონტექსტი, მეორე არის ის რომ ბევრი კომპონენტი აჯანყებამდელი არის ეს რაც გამოქვეყნეს. ხო, ხარ რაღაც ნაწილში ხო, რაღაც სახელმწიფოები რომ არ ვარგა, ან ხშირ შემთხვევაში არ არის. აი მაგალითად პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ძალიან ბევრ თემაზე უბრალოდ არ არის სახელმწიფო და სტუდენტები სწავლობენ რაღაც Word-ის ფაილში რაღაცა ნათარგმნი უხარისხო ნათარგმნი ტექსტით, ხო? ან სახელმწიფოები რომ არ არის, ეგ მართლა პრობლემაა. სახელმწიფოები თუ გაკეთდება, ეგ იქნება კარგი, ოღონდ თუ ეს სახელმწიფოები გაკეთდება, რაღაც ცენზურის და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. თუ კიდე ხოლმე ეგ არის, დაპირება არის, რომ პროფესორის ძირითადი საქმიანობა იქნება სახელმწიფოს წერა, მაგრამ აი შენ როგორც ამბობდი, ყველა პროფესორს არ აქვს პედაგოგიური უნარი და სახელმწიფოს დაწერის უნარიც არსებობს, ანუ ეს ახლა ხო, შეიძლება ყველა სახელმწიფო დაწეროს, რომ პროფესორი რა ხარ, შეიძლება სახელმწიფოს დაწერა, იმიტომ რომ სახელმწიფოს დაწერას გარდა იმისა, რომ რაღაცა სპეციალური ცოდნა ჭირდება, მაგალითად როგორ უნდა დაგიგმო და რედაქტორი. გასაგებად უნდა ჭირდება საერთოდ, ან ერთი ადამიანი იშვიათად წერს ხოლმე. პროექტ დიზაინერი ჭირდება, რედაქტორი ჭირდება. ან ზოგადად კორექტორს არ გულისხმობ, ჩვენ და რედაქტორებს ეძახიან კორექტორებს. ანუ ადამიანს, რომელიც პროექტს დაგიგმავს და მე კურსიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. მაგრამ კიდე ცალკე ამბავია რომ სახელმწიფოების წერა სჭირდება ყოვლის მომცველი ცოდნა, ძალიან ფართო ცოდნა სჭირდება იმ სფეროში და დრო სჭირდება ძალიან. და ფორმა უნდა ძალიან ბევრი დრო სჭირდება და აქ თუ ლაპარაკი არის იმაზე რომ შევამციროთ პროფესორების რაოდენობას და მათი ძირითადი საქმიანობა იქნება რომ უნივერსიტეტში იმუშაოს, მე ეს საკითხიც უნდა და ამ საკითხზეც გაჩნდება პრობლემა, ხო? მაგრამ ამის გარდა კიდე ცალკე არის, რომ მექანიზმები, რასაც გვთავაზობენ, რამდენად მოაგვარებს საერთოდ, აი იდეალურ სისტემაში, ხო, იდეალურ პოლიტიკურ სისტემაში, რო კონტექსტი რო იყოს იდეალური, რომ რაღაცა უდემოკრატიულესი სახელმწიფოა და მაინც რაღაცა საზოგადოება ანდო იმის გაკეთება, რაც შემოგთავაზეს, ხო? იქაც პრობლემაა, იმიტომ რომ აი მაგალითად ვამბობთ, რომ გვინდა რომ უკეთესი პროფესორები ყავდეს და ამავე დროს ვამბობთ, რომ მაგალითად გადავიდეთ ამას სხვა ქალაქში. და სხვა ქალაქში უნდათ საუკეთესო პროფესორებს წავიდნენ და ასწავლონ თუ იმ ქალაქში უნდა ვეძებოთ. იმ ქალაქში არის თუ არა საკმარისი ისეთი პროფესორები, რომლებიც დაწერენ სახელმწიფოს მერე რა ალტერნატივები არსებობს სტუდენტებისთვის, ეგ ცალკე პრობლემა შეიძლება ხო და ვერ შეაბარებს სახელმწიფოში, სადაც ჩააბარებს. თქვა თუ უფრო მარტივი გახდება სიტუაცია კერძო უნივერსიტეტების დამთავრება. მე რას აკეთებს სახელმწიფო? ხო, თუ ხედავთ იმას, რომ აი თქვა პოლიტოლოგიაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის 15 ადგილი და რაღაცა ყველაზე ეს თქვა გონება გახსნილი ხალხი აბარებს, ყველაზე მოტივირებული ხალხი აბარებს, ის მოთხოვნა, რაც ავსებდა 100 ადგილს, ის მოთხოვნა ხო არ ქრება. რაღაც ან უნდა გადაკონვერტდეს სხვა მიმართულებებზე, ან სხვა უნივერსიტეტებზე. სხვა უნივერსიტეტებიც უნდა შეზღუდონ მაშინ ეს კერძო უნივერსიტეტები და ეს შეზღუდვა, ანუ რა საიდან უნდა დაადგინო, ეგ ცალკე საკითხია. და კიდე არის ერთ-ერთი პრობლემა არის ისიც, რომ მითები არის ბევრი რაღაც, აი
შენც მაგალითად ამბობდი რომ პრაქტიკულად ყველა აბარებს და 55000 ადამიანი არა ყველა არ აბარებს აქ ხო ძალიან მე ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან მნიშვნელოვანი არის მე როცა ვლაპარაკობ მე ხო რა ჩემი კონტექსტი ვლაპარაკობ ხო ამ შემთხვევაში მე ვიძახი ხო რაცა ცენტრალური თბილისის რაღაცა იმაში ხო არსებობს რომ სკოლას ვინც ამთავრებს პრაქტიკულად ყველა აბარებს და სინამდვილეში სკოლას ჯერ მე-10 კლასის მერე გამოეთიშება დიდი ნაწილი სადღაც 55000 ბავშვი არის იმ თაობაში და იმ 55000-დან ჯერ ჩამოდის 51-მდე, აი მაგალითად შარშანეგრა იყო რა 51000 ადამიანი გავიდა ბოლომდე რა მე-12 კლასამდე. და მე იმ 51000-დან აბარებს სადღაც 31000, ანუ 55-დან 31 აბარებს. შეიძლება ნახევარზე მეტია, მაგრამ ყველა ნამდვილად არა. მაგრამ ჩემს დედის ერთა ბიჭებში რომ ნახოთ 1% უფრო მაღალი იქნება. თუ დედის ერთად ხო არ მიყავთ თუ რატო კი პირიქით ანუ ვისაც დაძმა ვისაც ყავს ხო ანუ ჯარის არიდება სხვა ანუ ვისაც ის არ აქვს ტყელტეფიანობა არ აქვს ვისაც დაძმა ერთი კომპონენტიც დამავიწყდა მაშინ იმაზე რომ ვჯელობდით რატო ხდება ეს ხალხი იქ ანუ კიდევ ერთი არის ეს სისტემის თავისებურება არ ვიცი ეგრე უნდა იყოს თუ არა მაგრამ ძალიან ბევრი ხდება იმიტომ რომ ჩვენ ხო ეგეთ სისტემა აქვს რომ შენ უთითებ სად გინდა რომ მოხდე და პირობითად ძალიან ბევრი ხდება იქ სადაც არ უნდა მოხვედრა ანუ ვიღაც უნდა და შეიძლება რაღაც ბიზნეს ადმინისტრირებაზე ან უნდა და რადგან მე-6-ე თქონდა ჩაწერილი, მაგრამ იმ 5-ში ვერ მოხვდა და აღმოჩნდა შეიძლება რაღაც ფეროს საერთოდ არ ინტერესებს და უბრალოდ იმიტომ ქონდა რომ უნივერსიტეტში მოხვედრილი იყო რამენაირად. მაგრამ ეს თავისთავად შემთხვევით ეს უბრალოდ ის არ არის იდეოლოგია არ არის მხოლოდ. იდეოლოგიაც არის ხო რომ აი უნივერსიტეტი შენზე რაღაცას ამბობს ხო რაღაცნაირი სერტიფიცირებული ხდები საზოგადოებაში რომ შენ არ ხარ უბრალოდ სკოლა დამთავრებული ხო და ეს მნიშვნელოვანია ცხადია იმ ოჯახებში სადაც თვითონ აქვს უმაღლესი განათლება ხო იმიტომ რომ თუ შენ შულს აღარ აქვს ნიშნავს რომ სოციალური მობილობის თვალსაზრისით შეიძლება ქვევით ჩამოვარდე ხო და თუნდაც რა ვეხა მე რაც წამიკითხავს და რაც გამიგია განსაკუთრებით ასე საბჭოთა კავშირის უკვე მილევად მდგომარეობაში რო იყო ნუ რა ძალიან ისეთი ძალიან მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ აი თესეუს და ხო ამას თესეუს პროფესორებს ხო განსაკუთრებით ჰუმანიტარებს რომ რაღაც ცოტა სელებრიტი ტიპები იყვნენ ხო, ნუ მაშინ ეგეთი გამოთქვაც არსებობდა, რომ იმათ შორის კიდე იყო ელიტა და ელიტას ეძახდნენ, რომ ეს ხალხია, ვინც ჯუმბერ პატიაშვილის ვერტფრენჩში ეტევა. იმიტომ რომ დაყავდა ხოლმე ერთად და აჩვენებდა სოციალისტური საქართველოს მიღწევებს. და ის იყო ხალხი, ვინც ჭირდებოდა პარტიას საკუთარი რაღაცა მოქმედების ლეგიტიმაციისთვის. ამ რეფორმაზე ზოგადად მე ეგ შეთაბეჭება მრჩება, აი თუ ეგრე მიუდგებით, რომ მართლა კეთილსინდისი არის რაღაცა გუნდი აპირებს, რომ ჩაატაროს განათლების რეფორმა. მე მეჩვენება, რომ აი რაღაცა და რამდენიმე საათში რაღაც Excel-ის ფაილი, ყველამ რაღაც თავის ჩაყარა, მოდი ესეც ვთქვათ, მოდი ესეც ვთქვათ და მოდი ან არასერიოზულ, აი თუ წარმოგიდგენთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოხდებოდა რაღაც გავსი პოზიციის ადგენა, დამოკიდებული იქნებოდა რომ გვეღადავებით, ეს არ არის რაღაც სერიოზული დოკუმენტი, რომელიც შეიძლება რომ ხელისუფლებამ წარმოუდგინოს საზოგადოებას. ეს არის რაღაც აჯაფსანდალი, სადაც არის სხვადასხვა მიმართულებები, არის დაუსაბუთებელი ბევრი მათგანი და კონკრეტულად რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ვისთან შეთანხმდა, ვინ იყო ჩართული, რატომ არის სანდო ან გუნდი ან ამ შემთხვევაში ეგ ხო არ არის საკმარის სტანდარტი, სულ რომ დაუშუარო ხელისუფლება არის და რაღაც არჩევნები მოიგო, ეგ არ მუშაობს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეგრე რომ ხელისუფლებაში ვარ, ეხლა მე 4 წელი, რასაც მინდა ვაკეთებ და მე ან გადამეჩით და დამტოვეთ. არა არსებობს ნებისმიერ სფეროში სტანდარტი, რომ მათ შორის სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულები, ხო? ვინ არიან სპეციალისტები ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ, ხო და იგივე რომ იძახიან რაღაცა რუსთავში ინფრასტრუქტურას გავაკეთებთ, მე გადავიტანთ უნივერსიტეტებს ამას როგორ გააკეთებენ ან ჩვენ წინა წლებში რო გადავხედოთ რაღაცას რო გვპირდებოდნენ და აკეთებდნენ რამდენად ხარისხიან და რამდენ ხანში აკეთებდნენ მე მაგიტო ვარ ძალიან სკეპტიკურად რომ მე რაც თქვეს მე არ მჯერა ამ ხელისუფლების უნარის რო გააკეთონ რაც შეიძლება კარგია კაპუჩების უნარი აქ თაშკარებს ხედავთ რომ სკოლები დაანგრიეს და ვერ ააშენეს დაანგრიეს დაანგრიეს და ეხა არიან რაღაც რამდენიმე სკოლა ერთ შენობაში არ ხშირ შემთხვევაში ის შენობები რაღაც ხანდახან ავარიული არის ისინიც და ხა რაც ეხება ის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტში მე ეგ ყველაზე ისეთი მარტივი და გასაგები მგონია მე ეგრე გავიგე და შემიძლია ჩემი აზრი გავუზიარო საზოგადოებას ვინც ვიყურებს ჩემი აზრით უბრალოდ ეს არის
ამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დასუსტების მიზანი აქვს, რომელშიც როგორც თქვი, არსებობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ეს ეხება პირველ რიგში ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, აგრეთვე ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხო? ანუ ძალიან მარტივად შენ შეგიძლია რაღაც მიმართულებას იმ დროებში. ხო, რაღაც მიმართულებას. კი, შენ შეგიძლია აიღო რაღაც რომელიმე ფაკულტეტი თესეუში, რომელიც შენ რაღაც იქ ბევრი ხალხია, ვინც შენ გაკრიტიკებს და ხა იმის ნაცვლად რო ხა იქ ეცადო ამ ხალხის რაღაცნაირად შენიანების შეყვანა და ასე შემდეგ, პირდაპირ მე ამ ფაკულტეტს ვიღაც სოხუმის უნივერსიტეტს ვუტოვებ და შენ გაქრებებ თლიან. პრობლემა აღარ არსებობს. თუმცა უცნაური არის, რომ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში ორი პროგრამა არსებობს, ერთ და იგივეც კი, არა თუ ორ უნივერსიტეტში ერთ და იგივე პროგრამა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ეკონომიკის პროგრამა არსებობს. ხო, ერთი არის ICT და მეორე არის რაღაც ტრადიციული ეკონომიკის პროგრამა და ორი განსხვავებული რაღაცა ის არის განსხვავებული ხალხი ასწავლის, განსხვავებული მიდგომებით და ერთ-ერთი ეკონომიკის პროგრამის პროფესორები ძალიან ხარს უჭერენ ამ პროგრამას. ხო და ICT რომ მეორეა. იქნებ იმიტომ უჭერენ ხარს, რომ იმედიათად თვითონ დარჩებიან და სხვები გაქრებიან. ანუ საკუთარ კონკურენტებს მოიშორებიან. ხო და მაგალითად ICT რომ გააქრონ ამ რეფორმის შედეგად, ეგ იქნება ჩემს ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ICT არის პროგრამა, სადაც საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან, მათ შორის იქ რაღაცა ეკონომიკის და რაღაცა ფინანსების მიმართულებით, მე ვიცი მაღალი დონის სპეციალისტები, ბევრი მან მუშაობენ და ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი ვიცი, ვინც მას სწავლობს. ზოგადად უნივერსიტეტები, აი ჩემი აზრით ის ფაკულტეტები, რომელსაც ისინი დაუმიზნებენ, უნივერსიტეტის და კონტროლ ფაკულტეტის ღირებულება არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ის სერვისი, რომელსაც გთავაზობს შენს უნივერსიტეტი, ან მან ძალიან მნიშვნელოვანი არის ხალხი, ვინც იქ სწავლობს, ხო? აი მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტში როცა ვიყავი, მე იქ შეიძლება ბევრი რაღაც არ მომწონდა, მაგრამ ყველაზე მაგარი მანდარიც იყო, რომ შენ გარშემო იყო კარგი ხალხი, სტუდენტები თვითონ, რა, იმიტომ რომ რაღაცა ჯერ მაღალქულიანი ბავშვები ხდებოდნენ და ან რაღაც ჭკვიანები იყვნენ, ბევრი რაღაც იცოდნენ და ისედაც რა, ძალიან საინტერესო წრეში ხდებოდი, ხო? იგივე ICT-ზეც შემიძლია იგივე თქო, მე ვისაც ვიცნობ, იქ სწავლობენ და ეგეც კერასაც რო გააქრობ, ეგ ძალიან ცუდი დარტყმა იქნება. ხო, და ეგ პრინციპში არის, აი, ერთ-ერთი ეს მიმდინარე დებატი არსებობს სოფლიოში და არა მხოლოდ ჩვენთან უნივერსიტეტები უნდა იყოს მასობრივი თუ ელიტური და ანუ ელიტურში იგულისხმება რომ საუკეთესოები უნდა სწავლობდნენ მხოლოდ და მცირე ნაწილი რა რაღაცა აი სკოლა დამთავრებულების რაღაცა მცირე პროცენტი და მასობრივი ამბობს რომ მასობრივის მიდგომა ამბობს რომ ეს უფლება რა ადამიანს განათლება მიიღოს და ვისაც უნდა იმან სადოს ახლა შენ შეიძლება დაბალი მოტივაციაც კონდეს და მომზადებითაც დიდათ არის მომზადებული, მაგრამ მაინც გინდოდეს უნივერსიტეტის წასვლა, თუნდაც იმიტომ რომ გაიცნო კარგი ხალხი იქნებ ეს იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი სოციალური მობილობისთვის, რომ მე კავშირებთან ამ კავშირებმა განაპირობოს შენი წარმატება, ან უბრალოდ გინდა რომ იმაზე მეტი იცოდე ვიდრე აბარებ, ან უბრალოდ შეიძლება არაფერი არ გინდა, მართლა დიპლომი გინდა რა იმისთვის, რომ რაღაცა გამოხვიდე შენი სიღარიბიდან სიტუაზე, ან სოციალური სტატუსი შეინარჩუნო და ასე დასაცინი არ გახდე ვიღაცებისთვის იმ კულტურაში, სადაც დაცინიან ფორმალური განათლების არ ქონე ადამიანებს, თუ ისინი რაღაცას ამბიციას აჩვენებენ, რომ ყოველ სერვისის სფეროში არ უნდათ. ეხლა ტექნოლოგიებში გასაგებია, რომ სხვა საზომებია, მაგრამ ხო და ხანდახან გონიათ ხოლმე რომ ჩვენთან ან ერთი უნდა იყოს ან მეორე ან მასობრივი უნდა იყოს ან და ეს დებატები იშვიათად არის ხოლმე ხომ ეს სტუდენტებს აკეთებინებდი ხოლმე დებატებს განათლების ადმინისტრების სამაგისტრო პროგრამებზე და ეგ საინტერესო იყო ხოლმე რომ ამის დაკვირვება რომ საბოლოოდ მაინც მიდიან იქამდე თვითონ სტუდენტებიც რომ ესე იგი ხვდებიან რომ შესაძლებელია ორივე რომ ერთ-ერთი სისტემის შიგნის კონდეს ელიტური პროგრამები სადაც აი მაგალითად ეს რაღაცა თავს იყრიან მე უფრო მეტად მოტივირებულები და ამის გარდა ყავდეს ანუ არსებობს პროგრამები სადაც შეიძლება მასობრივია რა ეხლა მან არის ესეთი საკითხი ხო კრიტიკოსები ამბობენ ხოლმე რომ მერე ეს გაუფასურებას იწვევს დიპლომის და სინამდვილეში დიპლომების შორის განსხვავებებს იწვევს ხო ანუ დასაქმებელი როგორც ერთ ICT-ი აქ დამთავრებული მეორის რაღაც უნივერსიტეტის რაღაც მასობრივი ეკონომიკის პროგრამა ხო ის ხდება ანუ მან იცის უკვე რომ ICT-დან რომ მიუღია ხოლმე სტუდენტი ან თვითონ შეიძლება კონდეს დამთავრებული ან სხვა ხო ამიტომ ეს პრესტიჟი მოყვება პროგრამას თავის სახელიდან გამომდინარეც ზოგჯერ ცხადია რომ პრესტიჟი შეიძლება რაღაცა ის იყოს
ტრადიციული პრესტიჟი იყოს და არა სინამდვილეში პრესტიჟი ხო ხა რაღაცა მიმართულებაზე შეიძლება ვიღაც ნობელი მეცნიერი ასწავლიდეს და მისი პრესტიჟი რაღაცნაირად მიყვებოდეს ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს მიუხედავად იმისა ესენი ისწავლიან თუ არ ისწავლიან საერთოდ რამის მაგრამ ეგ სხვა პრობლემებია და ეხლა ამ აი ხა ზამობ შენ რომ აი ამ გვერდში ისეთი შტაბ-ჭრილობა რჩება რომ საერთოდ არ იცნობენ აი ესეთ საკითხებს როცა მსჯელობენ განათლების რეფორმაზე ან გონიათ რომ აი მაგალითად კულტურული და სოციალური მიზიდულობის ცენტრი და შეხვედრის ადგილი უცებ შეიძლება ამოჭრა ქალაქიდან და გაისროლოს სხვა ქალაქში და რადგანაც მე იმ ქალაქში მოხდება იგივე და არ მოხდება ანუ რუსთავი აი მაგალითად ეხა ჭავჭავაძის გამზირი არის ესეთი ადგილი რა სადაც რაღაც სულ რაღაც ხდება ხან წიგნის პრეზენტაცია ხან ლექცია ხან წიგნის მაღაზია რაღაც სივრცე არის ხო ეგეთი და ამის ნაცვლად რა იქნება ხა რომ წარმოგიდგენთ თვითონ მოსახლეობას რო ვკითხოთ ეხა რა ურჩევნია რომ რაღაცა 70 საფრთხიანი კორპუსი ჩაუდგან უნივერსიტეტის ნაცვლად თუ უნივერსიტეტი იყოს და სტუდენტები იგრებებოდნენ და რაღაცა საინტერესო ადგილი შეა ოდნავ რაღაც ვიტყვი მე არ მგონია მაგდრად მნიშვნელოვანი მანდრა წერია. ანუ მე მგონია რომ მე ამ ხელისუფლებას უკვე როგორც ავტორიტარს ხელისუფლებას მგონია და მგონია რომ ამ ეს თემა მათ აწუხებდათ, პრობლემებს უქმნიდა და მიადგნენ მაგ თემას. თვითონაც შეუძლია ძალიან მარტივად რაღაც პუნქტები, რაც მან წერია, რაც აქამდე ჯერ უქმნია, დაივიწყოთ მიხვდები რომ არ გამოდის სახელმწიფოს გაკეთება, არ გამოდის, ნუ გამოდის, ეს არ არის მათთვის პრობლემა. მათთვის პრობლემა არის ეს თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არსებობს, რომელიც ჩემი აზრით რომ მას არ ქონდეს რეზო პრობლემები და რაც მართლა ისე დონეზე იყოს როგორც არის მაგალითად როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეიძლება რომ ჩვენ ესეთ ხელისუფლებაც არ ყოლოდა საერთოდ მაგრამ რაც არის ისიც პრობლემა მათთვის იმიტომ რომ მე რაც ბევრი რაც ამიკითხავს და რაც ძალიან მაინტერესებს ავტოკრატიული სისტემები როგორ მუშაობს ავტოკრატიულ სისტემას თვის ყოველთვის პრობლემა არის განათლების სკერები უნივერსიტეტი პირველ რიგში ხო იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის დისკუსიის სივრცე მათ შორის პოლიტიკური დისკუსიის სივრცე ახალგაზრდების ზოგადად ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლებისადმი თუნდაც კარგი ხელისუფლება იყოს მაინც იქ არის ბევრი განათლებული ადამიანი იყრეს თავს პროფესორების სახით ეს უეჭველი იქნება პრობლემას და ყველა ავტოკრატიული სისტემა ურტყამდა ხო ამ უნივერსიტეტებს გამონაკლისს ჩვენ ვერ ვნახავთ შეიძლება თუ იმათ განცდა აქვთ რომ კონტროლირებადია ეს სივრცე რაღაც ზონაზე დატოვონ როგორც შეიძლება რაღაც თავისუფალი მედია დატოვონ თუმცა ეს ამათმა რაღაც მაღალი თამასაია თითქოს არაფერს დატოვებას არ აპირებენ ვნახოთ რამდენად მოახერხებენ ამას მაგრამ ვერ მოახერხებენ როგორც იყო მაგალითად იმაში ხო რუსეთში იყო ეს რაღაც ეკონომიკის უმაღლესი სკოლა შედარებით რაც ლიბერალური და იქ მარტო ოპოზიციური ტიპებიც იყვნენ და რაღაც ხანი ითმედნენ ეხლა ფორმულად არსებობს მაგრამ ყველა აქცია მოუწყვეტენ ხალხს ვინც კრიტიკულად იყო ხელისუფლებისადმი განწყობილი და არ გახდა მადამი ლოიალური სინამდვილეში ავტოკრატიებსაც მნიშვნელოვანი არის განათლების სისტემა, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ხოლმე რაღაც რაოდენობის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები თავის თანამშრომლებად, ხო? ანუ ის ადამიანები მართლა კომპეტენტურები არიან, მაგრამ რაღაცა გაყიდიან თავის სინდის რაღაც თანხის ან პრივილეგიების სანაცვლოდ და დასაქმდებიან, ხო? იგივე ხა მათი თავარი მასწავლებელი ვინც არის პუტინი, ხო? ხემდე მეტნაკლებად უჭირავს ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში პრობლემების მიუხედავად, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ყავს გუნდში, ხო, ეს ნაბიულინა და ვიღაცები. ამათი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ არ ყავთ დიდად მაღალი დონის კადრები და რაღაცნაირად სამარცხვინო ცუტონად ითვლება უკვე ამათთან თანამშრომლობა, ამიტომ ყველაზე კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები, ვინც თანამშრომლობდნენ მათთან აქამდე, მათი დიდი ნაწილი დღეს უარს ამბობს და ხო, ან მალავს, ხო. ხო, თანაშრომლობ ეგეთებიც არიან. რომლებიც ხო წვანიათ, რომ აფილირებულები იყვნენ, რომ მომავალსაც უყურებენ ფრთხილად, ხო, ხვდებიან, რომ ეს შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს და ხო, ეგ პრობლემა არის, მაგრამ მან ესეთი კითხვა ჩდება ხოლმე, რომ ავტოკრატიებს შეუძლიათ კი, რომ შექმნან მაღალი ხარისხის განათლების სისტემა, იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის სპეციალისტები მათ შეუძლიათ, რომ დაუჯას აკეთებენ კიდეც, მაგრამ ახლა შვილებზე უფრო ძნელია ცოტა, მაგრამ ნუ შეუძლიათ, რომ რაღაცა რომელიმე ადამიანი ეგ რა აკეთებდა ბევრი ავტოკრატიული სისტემა. თვითონ არ შეუძლიათ, ამიტომ რაც გაუშვან
დასავლეთში კარგ უნივერსიტეტში განათლების მისაღებად და იმედი იქონია რომ ეს ადამიანი არ გადაიფიქრებს და მაინც დარჩება, მაგრამ რაღაც ლოიალური ჩამოვა და მე დასახდება მასთან. ეგ უკვე გამონაკლისებიც არის, როცა ავტოკრატიულ სისტემებს ქმნიან ეგეთები. ხო, ჩვენთან რაღაც მსგავსი სიტუაცია არის, ხო, აი მაგალითად ჩილეს ისტორია რომ ნახოთ რა პინოჩეტი ამ ჰარვარდის ბიჭების ჩიკაგოს და ბიჭების ხო ჩიკაგოს მილტონ ფრიდმანის მოსწავლეები იყვნენ ადამიანები თანამოაზრეები, ვინც ეხმარებოდნენ მას ეკონომიკურ რეფორმებში. ხო, და ჩვენთან ყავს ეს რაღაც გერმანიაში განათლებული ბიჭების ის არის, ხო, რაღაცა დამყარებული ავტოკრატია, მაგრამ მე შემდეგი თაობის აღზრდა ეგ ცოტა ფაქტური ეგ ახლა ვიძახე რომ შეუძლებელი არის ამათვის რომ აი რაღაც სინგაპურში რაც გაკეთდა რომ შეიძლება იყოს რაღაცა თვითონვე გამოზარდონ რაღაც კარგი სპეციალისტები და იყოს რაღაც მაღალი დონის უნივერსიტეტი მაგას ისინი ვერ იზამენ ანუ შეუძლებელი არის რომ ქართულმა ოცნება ჯერ მე არ მჯერა რომ ისინი საერთოდ გაძლებენ მაგდენი ხან მე არ მგონია ეგრე მაგრამ სულ რომ თვითონ რასაც აპირებენ ხო თავს გიგმებში ხო არასდროს არ აპირებენ წასვლას მე მგონი თვითონაც ხვდებიან რომ ვერ გააკეთებენ მაგას ან რაღაცა გააკეთონ უნივერსიტეტისას თავისივე თანამშრომლებს გაზდიან მაღალი დონის ვერ მოახერხებენ ხო მაგრამ ნუ კიდე არის ესეთი პრობლემა ჩდება ხო რომ თუ ამბობთ რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები კრიტიკულად უყურებენ ყველა ხელისუფლებას და მათ შორის ისეც როგორიც არის ქართული ოცნება და ასეთ ხალხს არ დატოვებენ, მაშინ საერთოდ უარესი ხალხი დარჩება, ხო? ანუ ისეთ ან კონფორმული რაღაცა ქცევის და ხო, იმ ადამიანების გარდა, ვისაც ან ყოველთვის არიან ადამიანები ახალ სისტემაში, ვისაც ყველაფერი ესმით, უბრალოდ რაღაც პრივილეგიების თუ რაღაცის კომფორტის გამო განსხვავებულად იქცევიან. ნუ კიდე არიან შეუძლებელი ადამიანები, ხო? რაღაცა პროგრამა დგას ერთ ადამიანზე, იმას თუ გავუშვებ, ის პროგრამა აღარ იარსებებს. შეიძლება მაგაზე უარი არ თქვა, იმიტომ რომ გჭირდებოდეს ხო ეს რაღაც ხო მაგალითად სახაროვი იყო რაღაცა ესეთი მნიშვნელობის ადამიანი ხო იმ რაღაც ატომური წარმოებისთვის იარ არის წარმოება. დიდი ხნის განმავლობაში და მე როცა ახალი არ რაღაცა სანამ ახლები არ გამოზარდეს, მანამდე ითმენდნენ და ყავდათ ხო და ისიც დიატარაქტიურო და თავიდან მაგრამ როცა მიხვდნენ რომ ხო თათ არ უნდა ენდონ ეს ადამიანს, ნუ მაინც ინარჩუნებდნენ სანამ რაღაცა იმან ანუ სახარომა არ დაიწყო რაღაც საჯარო განცხადებების კეთება, ხო? რაღაცა ვაენცომთან დაკავშირებით. მე გადაასახლეს ნიჟნი ნოვგოროდში. ხო და ხო, ანუ ჩვენთანაც იყო ეს ხო რაღაცა საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ის პირველი თაობა შეინარჩუნეს პროფესორის მერე რაღაც მომენტის მერე დაიწყეს გაშვება. და პრინციპში ხა იმაში უმაღლესში უნივერსიტეტში უფრო ნაკლები იყო რეპრესიები რაც არ უნდა უცნაური იყოს. თავიდან კი იყო ხა თქვა რაღაცა ადმინისტრაციის დონეზე, მაგრამ აკადემიის მეცნიერებათა აკადემიის პირველი შემადგენლობა რომ ნახოთ არის იძველი თაობა ძირითადად და რაღაცა და მათი გამოცდილი მოსწავლეები და ისინიც რაღაცნაირად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მაგრამ ეგ პრობლემა აქვს, მაგრამ ჩანაფიქრი აშკარად რაღაცებს გავსია, იმიტომ რომ და თან ეს მარტო ვარაუდის დონეზე არ არის, პირდაპირ ამბობენ, რომ ეს რაღაც ჩანერგილი პროფესორა არის დაბალი კვალიფიკაციის და ახლა ჩანერგილები რომ იყვნენ, ახლა ამის გამო უნდა გავუშვათ და მე მგონია რომ ეს არასდროს არ ხდება ძალიან ყველაზე მძიმე რასაც შემეც ქართული ოცნება აკეთებს ამ განათლების რეფორმა რაც შემოგთავაზეს მაგის ერთ-ერთი თავი პრობლემა არის იზოლაცია, იმიტომ რომ ზოგადად აი ეს პოპულისტური ხაზი, რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი უნდა გადავარჩინოთ და ანუ მე პირიქით მგონია, ანუ შენის დაღუპვის, ხო, შენი რაღაც კულტურა იქნება თუ განათლება იქნება თუ ტრადიცია იქნება, მაგის დაღუპვის მთავარი ყველაზე ისეთი უტყუარი გზა არის იზოლაცია. ანუ შენ გადარჩენის ერთადერთი გზა პირიქით არის საერთაშორისო დონეზე პოვნა ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ შენ კულტურა თანამშრომლობა გამთავრებულ ქვეყნებთან და ხა ესენი კი გვეუბნებიან რომ კი უცხოელ ვიღაც პროფესორებს ჩამოვიყვანთ თუ დაგჭირდება, მაგრამ რეალურად რაც მოყვება ამ რეფორმას და არა მხოლოდ ამ რეფორმას, მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკას რაც მოყვება და ეს უბრალოდ
ყველგან ხედავთ ხო მასა ევროპასთან და დასავლეთის სივრცესთან დაშორებას და თუ ქონდა რაღაც მიღწევები ქართულ განათლების სისტემას ისე უკავშირდებოდა იმას რომ ამ ყველაზე განვითარებული და ყველაზე ძლიერი განათლების სისტემის ნაწილი იყო რაღაც დონეზე მაინც მე გმგონია დამღუპველი და როცა შენ ხარ პატარა ქვეყანა ხარ პატარა ეკონომიკა და გაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების გარეშე შენთვის შეუძლებელია რომ რაღაც სერიოზულ ხარისხზე და მაღალ მასშტაბებზე გახვიდე ხო აი მაგალითად პარალელურად მოვიყვანოთ სხვა სფეროდან მე ძალიან რაც აქტიური შეხება მაქვს კინოსთან და ქართული კინო რომელიც ყოველას რაღაც მათ შორის თვითონაც რაღაც იტირებენ ხოლმე ხო და რაღაც იგივე ხალხს რო უყვარს ქართული კინო დღეს პრაქტიკულად ხდება იმიტომ რომ ქართული კინოს განვითარების ერთადერთი გზა იყო საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა და როცა ხდებოდა ეს ხო რა ვიცი მაგალითად მანდარინები იყო ესტონელებთან თანამშრომლობით ოსკარზე და რაც ოქროს გლობუსზე მოხდა ხო და საქართველოს შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგო ბევრმა ნახა რომ თუმცა ესეთი ამბავი არის ხო ამიტომ ეგ პირიქით არის და ეგ მგონია ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნულს თუ აკეთებს ეს ხელისუფლება ერთ-ერთი არის აი ეს იზოლაციის გზა რომელიც ჩვეულებრივად სიკვდილს უდრის ხო თან ეს იზოლაცია თვითონ ამ განათლების რეფორმაში არის ჩადებული სხვადასხვანაირად ხო მაგალითად უცხოელი სტუდენტების შეზღუდვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მათი არსებობა როგორც არის აღწერილი და როგორც ილაპარაკა გოგოხიძემ მით რომ იგულისხმებოდა რომ ეს არის უბრალოდ ბიზნესი რომ რაღაცა უცხოელი სტუდენტი უდრის ფულს და არა ურთიერთობას და არა კულტურებს შორის რაღაცა დიალოგს და ასე შემდეგ სამწუხაროდ ეს ეხლაც ეგრე არის რომ ისინი რაღაც მოწყობილად სწავლობენ თავიანთ პროგრამებზე და ნაკლები შეხება აქვთ ქართველებთან და ამიტომაც მრავალფეროვნება თვითონ ამ რაღაცა სტუდენტური ჯგუფის ამის გამო ხო რაღაცა ნაკლებობს ნაკს განიცდის მაგრამ ამის კიდევ უფრო შემცირება და გადატანა მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებში კიდევ უფრო აღარებებს სახელმწიფო უნივერსიტეტების არა მხოლოდ ფინანსურ მხარეს, არამედ კულტურულ მხარესაც, იმიტომ რომ ეს აშკარად საინტერესო არის უკვე თბილისში მაგალითად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის რომ გაჩნდა აღმოსავლური რაღაცა რესტორნები მაღაზიები რაღაცა ინდური, პაკისტანური, ლიბანური და რაღაცა და ეგ თავისთავად არის შენი სიმდიდრე რომ არ ხარ ჩაგეტილი და საქართველოს ყოველთვის ესეც იყო ხო თბილისი განსაკუთრებით საბუნის დასაწყისშიც სანამ რაღაც საბჭოთა ხელისუფლება იტყოდა რომ ეს არის საქართველოს დედაქალაქი და ერევანი არის სომხების დედაქალაქი და ბაქო არის აზერბაიჯანული და მან არ დაიწყო რაღაც ხალხის გაყვანა ყოველს თავისთავის რაღაც ნაციონალურ რესპუბლიკებში მანამდე ბევრად უფრო საინტერესო ეს რაღაც ცხოვრება იყო და საინტერესოა და პრობლემურიც იქ თავის პრობლემებიც ჰქონდათ, მაგრამ ხერხდება ამ ცხოვრება ამის მიუხედავად. ხო, არა მხოლოდ ხერხდება და არამედ ბევრი ხო ნამდვილი თბილისელი იყო ადამიანი, რომელიც ბევრ ენაზე ლაპარაკობდა მაგალითად, ხო და ეს დაკარგული გვაქვს აშკარად დღევანდელ თბილისელებს, დღევანდელი ნამდვილი თბილისელი არის, რომელიც ქართულად და ინგლისურად ლაპარაკობს და არა ქართულად, სომხურად რაღაცა ეგ მე მგონია რომ აი ამ დაშორებაზე რო ვთქვათ ევროპული სივრციდან, იმიტომ რომ როცა დიდ მასშტაბს იღებს, ანუ ათასობით ადამიანზე როცა არის ლაპარაკი, რომელიც ევროპაში დადის განათლების მისაღებად და შეიძლება იყოს რაღაცა რამდენიმე კვირიანი, რამდენიმე თვიანი, ან თუნდაც რამდენიმე წლიანი პროგრამები, აი ერასმუსი რაც საკეთებდა და ამდენი ადამიანი რომელიც ინგლისური იცის და სხვა ენები იცის, რომელსაც ნანახი აქვს უკეთესი ცხოვრება ეს პრობლემა არის შენთვის ხო? ანუ იზოლაცია რა რატო არის სასარგებლო ხო? საბჭოთა კავშირში როგორ იყო მაგალითად საბჭოთა კავშირში რაც გაზეთებში წერდნენ რომ რაღაცა ჩვენთან არაფერს პრობლემები არ არის და თქვენ უნდა ნახოთ ბრიტანეთში რა შემშილი არის ხო და არ ქონდა ადამიანს არანაირი საშუალება ამის შემოწმების და თუ რაღაცა ვიზო მიმოსვლა თუ არ იქნებოდა თუ ჩვენ განათლების სისტემა იზოლირებული იქნება და გასვლის პროგრამები აღარ იქნება ნაკლები ინფორმაცია იქნება ამ ადამიანს და ნაკლებად კრიტიკული და პრეტენზიული გახდება განსხვავებით იმ ახალგაზრდებისგან ვინც რომ ნახეთ ბოლო პერიოდში რომ უკეთესი უნდა იმიტომ ნახეთ უკეთესი და აღარ არიან თანახმა რაღაც ელემენტარულის დაკმაყოფილებას როცა ის ელემენტარულს ხშირად ვერ კმაყოფილდება არა ნუ ეს ილუზია რა ამის მიღწევა შესაძლებელია შეიძლება შეაფერხო რაღაცა ხალხი რომ დღეს ვერ წავიდეს და ხვალ წავა მაგრამ საბჭოთა კავშირი რჩებოდა ეგრევე ვერ გააკეთეს ის მსაშველად რაც შეგლია ინტერნეტში ნახო რა ხდება სხვაგან
სრული წარმოსადგენია, რომ ნუ ახლა მართლა ჩრდილო კორეა უნდა მოვაწყო, რომ იქ რაღაცა ხალხს რა ეუბნება, რომ ბრაზილიას მოუგეთ ფეხბურთში და რაღაცა. ეგ სხვა თვილია. შემოწმე, ეგ სხვა კონკრეტულად ეგ თვილია, მაგრამ კი ბატონო. მაგრამ რაღაცები იყო რაღაც გავსი ისინი რაღაცა. იყო. პროექტი მზეზე დაждდა. და იგივეს ლაპარაკობს, ხო, ჩრდილოეთ კორეა ზუსტად იგივეს ლაპარაკობს, რასაც ქართული ოცნება, რომ ეს აი გლობალური ომის პარტია ამერიკელები გვებრძვიან, ანუ ამერიკელების და ზოგადად დასავლეთის თავარი მიზანი არის, რომ ჩრდილოეთ კორეა გაანადგურონ, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეის გარშემო ტრიალებს სამყარო. ისე როგორც და კონკურენციაში ვართ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, იმიტომ რომ ბიზნესმენი შვილს და ქართული ოცნების გარშემო ტრიალებს თუ ჩრდილოეთ კორეის გარშემო, რომელს ერჩია პირველ რიგში და ვის განადგურება უნდათ, მაგაზე უნდა რაღაცნაირად ერთმანეთს შეთანხმდნენ და ჩამოყალიბდნენ. ალბათ ამას ცალკე განათლების რეფორმა დაჭირდება იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს რომელი ცენტრია სოფლიოში. აი პატარა ფრაზას უთქვი წეგანას თქვი ეგ საინტერესო არის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს ძალიან საკამათო თემა არის პოლიტიკის მეცნიერებაში და ზოგადად თანამედროვე პოლიტიკაში ეს ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალიზაცია და ასე შემდეგ თანამედროვე ტრენდები ეს უფრო ეხმარება ავტოკრატიულ რეჟიმებს და უფრო ხელს უშლის, ხო რაც მე-20 საუკუნის ბოლოში იყო განცდა რომ ხელს უშლის და იყო ეს რაღაც დემოკრატიზაციის ტალღა, ბოლო პერიოდში იყო განცდა რომ ხელს უწყობს, და ძალიან გამყარნეს ავტოკრატიული რეჟიმები და რაღაც იშვიათად და რთულად იცვლებიან. აი მაგალითად და იგივე ხო AI-ის გაძლიერება გასაგებია რომ ორივე მხარე გამოიყენებს რაღაც ავტოკრატიულის და დემოკრატიულის. მაგრამ აი იზოლაცია რო შეუძლებელი ხდება, მაგას ცალსახად ხელს უწყობს, იმიტომ რომ აქამდე ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ქართველისთვის, რომ თუ უცხოენა არის, თან რამე ისეთ უცხოენა, ანუ ამ შემთხვევაში სომხურზე არ ამბობ რაღაცა, ფრანგული ან ინგლისურსაც ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაცია არის. შენ ხარისხიან ინფორმაციას და ცოტა მაქონა ძალიან შეზღუდული. ან ბევრ რაღაც ქართულად სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ წაიკითხო, არ არსებობს, ხო, რაღაცა თუ ინტერნეტში ინფორმაციის რაღაც უდიდეს ნაწილი არის ინგლისურად, ქართულად არის 0.00 რაღაცა %, ხო? ეხლა უკვე ძალიან ცოტა ხანში იგივე რაღაც შეიძლება ჩაუგდებ ChatGPT-ს რაღაც ტექსტს და თარგმნის რაღაც დონეზე მაინც პროფესიონალებს თარგმნის დონეზე შევა თარგმნას, მაგრამ ნელ-ნელა ამ ქართულსაც სწავლობენ ეს სხვა პროგრამები და ანუ აი მაგ მხრივ მგონია რომ ეგ სერიოზული პრობლემა იქნება ქართული ოცნებისთვისაც და სხვა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, რომ უბრალოდ გაჩნდება ბევრი ინფორმაცია, რომელიც იქამდე არ იყო საზოგადოების იმ ნაწილისთვის ხელმისაწვდომი, ვისაც არ ჰქონდა განათლება, ხო, მართლაც უცხოენებს უბრალოდ არ ყოფილდნენ, ინგლისური არ იცოდნენ და ბევრი რაღაცა მათთვის უბრალოდ მიუღწეველი იყო. ხო. ანუ ეს ინსტრუმენტები ერთი მხრივ გეხმარება, მეორე მხრივ შეიძლება დაგაბნიოს კიდეც, ხო? ანუ მაგალითად ხელოვნური ინტელექტს თუ გითხავთ რა არის გლობალური ომის პარტია, პირველი პასუხი რაც ამოდის არის ის, რომ ქართული ოცნებამ გამოიგონა ასეთი ფრაზა, მაგრამ აი ხლა გუშინ იყო საინტერესო სტატია იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რუსულ ნარატივს გიყვება. და დაფიქრდნენ იმაზე, როგორ ახერხებს რუსეთი, რომ შეტანოს ეს ინფორმაცია, ანუ უფრო წაკითხვადი გახადოს ამ ხელოვნური ინტელექტისთვის, რომ გადაიტანოს ეს ლოგიკა. მე საერთოდ მგონია, რომ ეგზისტენციალური საფრთხე არის კაცობრიობის ხელოვნური ინტელექტი. ეგ სხვა ის თემაა. ხო, ნუ როგორც ერთი ამერიკელი კომიკოსი ამბობს, საერთოდ ინტელექტის უმეტესობა მაინც ხელოვნური იყო, აქამდე ესე რომ შეიძლება დიდი ცვლილებაც არ მოხდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. და კისურებ წარმატებებს არაფოლოდ არაფორმალურ, არაფერ ფორმალურ თუ მომდევნო და ცხოვრების მანძილზე განათლებაში.